ჩემო ბარდო, კარგად არ მესმის შენი ხმა. გესმის? არ გესმის? ეკო, კაბა წამოიღე მეთქი? კაბა? ხო, არა საყვარელო. იცი ახლა რაღაც საქმე მაქვს. მოვაგვარებ და კაბას მოგიტან. კარგი? კარგი, დროებით. მიყვარხარ წავედი. ჩემო სიცოცხლე, 2 წუთით შემომიარე. არ მესმის ხმა იკარგება. არა გავგიჟდები. ხარიალებს და არაფერი ისმის. კარგი, წავედი, გაკოცე. ეკო, მამა კაბას ელოდება. რა უნდა ვქნა? ღმერთო, ჩემო ლაკა კიდევ უფრო დიდდება. რა გავაკეთო? თუ რამეა შემატყობინე. ეს კაცი შენთან აღარ მოვა, თორემ მოვკლავ. ოზან, რა ხდება? შენთან რა პრობლემა აქვს, გაარკვიე? არ ვიცი, მაგრამ რაღაც რომ ჩაიფიქრა ცხადია. ავად მყოფივით გადაგვეკიდა. თან ყველაფერი იცის. კარგი, მაგრამ რატომ? წარმოდგენას არ მაქვს. მე ვლოდებოდა იცოდა რომ მივიდოდი. კარგი მიზეზი გემოძებნა ჩემს სანახავად. ძმაო, კარგად დაფიქრდი. ადრე ხომ არ იცნობდი. არ ვიცი, იქნებ შეხვედრილ ხართ. არა, მუსა მე მახსოვრებოდა. რამე უნდა იპოვა. მაინტერესებს რა უნდა ჩვენგან. კარგი ძმაო, გავალ ადვოკატებს დაველაპარაკებ, იქნებ რამე იპოვეს. Ozan. ჩვენ აქ დარჩენა გადავწყვეტეთ. კომპანიაში ვიმუშავებ. ბოლოს და ბოლოს მართველი ხარ და მინდოდა გწოდნოდა. კარგი, ვიცი რომ ჩემი დანახვა არ გინდა. მაგრამ ამ კომპანიისთვის ბევრი გავაკეთე და მინდა მუშაობა აქ გავაგრძელო. კარგი. პრობლემა არ არის. თავი რომ ატლასი ბედნიერი იყოს. ვიცი რომ ლონდონში საქმეებს კარგად მართავდი. შენი წარმატების ამბავი აქამდეც მოდიოდა. მადლობა. ოზან. დილას დახმარებისთვის მადლობა, ვერ გადაგიხადე. არა, მადლობა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ოზან კორპალის კომპანიას განადგურებს. გინდა რომ პოლიციას გადავცე? ახლა არა. სიურპრიზი მინდა რომ გავუკეთო. იცი რა გააკეთეს ინან? წადი საქორწილო საჩუქარი ეკიდე. ხელცარიელები ხომ არ მივაათ. ცოტა არ იყოს უხერხულია. კარგი ბატონო აიას. დედა. დედიკო. დედიკო. შენ ხომ რაღაცები ისი? ლაკები რომ მომიყვანო. გახსოვს ჩემი მაისურიდან რომ მომყავდა ხოლმე დათეთრებდი. თქო მიშველე. ძალიან თქო დედიკო, გემოდარები. თქო დედა დამეხმარე. თქო დამეხმარე, თქო ძალიან თქო. იდიოტი ხარ. ვიცი. იდიოტა. ელიფის საქორწილო კაბა გააფუჭე. მე რა შუაში ვარ. აი ნამდვილი დამნაშავე აქ არის. მან გაადიდა ლაკა. მიდი მამა, მიდი მოუყევი. დავალ ახლა ამბები იწყება. არა სიმართლე თქვი. მიდი, დედა მოусმინე რა გააკეთა. მიდი დაიწყე. ჩემო სიცოცხლე. დარწმუნებული ვიყავი რომ სარეცხის საშუალების ფორმულა გამოვიგონე. მაგრამ წარმატებული არ გამოდგა. ელიფის კაბაზე რატომ ჩაატარა ექსპერიმენტი იალჩი? ღმერთო, რა დავაშავე ასეთი ორი ერთნაირი რომ მარგუნა. ქმარიც და შვილიც. ახლა ეს იდიოტი კომპანიაში იწყებს მუშაობას. ალბათ იქაურობასაც გადაწვალ. დედა ძალიან თხოვ დამეხმარე. როგორღაც ლაკა უნდა მოიყვანო, დედიკო. ელიფი ძოლად არ გამომყვება, თხოვ დამეხმარე. გემუდარები. თხოვ. მიდი რა დედიკო. თხოვ. გევედრები.
ერთი გამოსავალი არსებობს. ბრძენთან წავალთ. ბრძენთან? ეს ბრძენი ვინ არის? ესრა, შევჭამ. ამ ხელებს, ხვირს, ლოყებს გავგიჟდები. ასეთი საყვარელი როგორ არის? საოცარი შვილი მყავს. ზეინო ხანდახან ვუყურებ და ვერ ხვდები როგორ არის ასეთი საყვარელი. მგონი მე არ გამიჩენია. რაღაც უნდა გითხრა. თორემ გავსყდები. რა ხდება? სახში არის ვინმე? მოახლე წავიდა ჩინარი გვიან მოვა. ესრა, მგონია რომ უზანიშვილია. ვერ ხვდები ასე რომ გავს? მისი ბავშვობა მახსენდება. ხო? ძალიან გავს ოზანს. ლონდონში ყოფნისას გვერდით რომ ვიწვენდი ვუყურებდი და მეგონა პატარა ოზანს ვხედავდი. ეს რას ნიშნავს? არაფერს. უბრალოდ ოზანს გავს. ესრა, რამეს ხომ არ მიმალა? არა ზეინო, საიდან მოიტანე? ესრა, კარგად გიცნობ. რაღაც ხდება. დრო ამომიყვე. მიდი. ზეინო, მართალი ხარ. მინდა ყველაფერი გითხრა. გულში ვეღარ ვიტან. გავსყდები. ზეინო, შეცდომა დაუშვი. რა გააკეთე? ზეინო, ატლასი ოზანიშვილია. რა? ეს რაღაც გავიგე. რა? ჩინარის და ესრა საუბარს სპორე მოგარი. შეიძლება ჩუმადოსმენდი მოსა. არა ძმაურას ამბობ. უბრალოდ რაღაც საბუთზე ხელი იყო მოსაწერი და კაბინეტიდან რომ მივედი. მე რა გაიგე? ესრამ ჩინარს უთხრა, ამ თამაშის გაგრძელება გაგვიჭირდებაო. რა თამაშის? მორჩა მოსა. სხვა არაფერი ვთქვამთ. არა ძმაო, წამოვედი და აღარ გამიგე არაზე ლაპარაკობდნენ. უცნაური არა, შენ როგორ ფიქრობ? უცნაურია. კარგი, აღარ შემიძლია. უნდა გავიდე. ოზან, სადმე დიხარ? ესრა, ოზანის მოტყუებას აპირებ? ეს უსამართლობაა. უსამართლობა? შენი აზრით ოზანს უსამართლოდ ვექცები? ზეინო, იცი მაინც რა გადავიტანე? კარგი, ბოდიში, არა. რა უნდა გამეკეთებინა ზეინო? სანამ ოზანი თავის ცოლთან ერთად ბავშვის ოთახს აწყობდა და ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდა და მივსულიყავი და მეთქვა რომ ორსულად ვარ? თუ ასეთი მტკიცია, რატომ არ გაშორდა ჩაღლას? თვეები ველოდებოდი ამ ამბის გაგებას, გესმის? თვეები. მაგრამ იცი რა გავიგე? ის რომ ბედნიერები იყვნენ ერთად. ზეინო, მეც ადამიანი ვარ. მეც მაქვს გრძნობები, გესმის? მეც მაქვს სული, რკინის არ ვარ, ადამიანი ვარ. ლონდონში მარტო ვიყავი. შემდეგ ჩინარი ჩამოვიდა და გვერდით დამიდგა. არაფერს ელოდება ჩემგან. დამნაშავე ვარ, რომ დახმარება მივიღე? რამე დავაშავე, იმიტომ რომ ჩემი შვილის მომავალზე ვიფიქრე? დამნაშავე ვარ, რადგან ერთადერთხელ მივიღე ვიღაცის დახმარება? ესრა, ბოდიში, ამის თქმა არ მინდოდა, მაპატიე. ზეინო, ძალიან რთული დღეები გადავიტანე, სულ მარტო ვიყავი. ახლა კიდევ უფრო რთულია ყველაფერი. ესრა, მისმინე ოზანი ჩაღლასთან ბავშვის გამო დარჩა. ბედნიერები არ არიან, საიდან მოიტანე? ჩინარის და ჩაღლას ლაპარაკი გავიგე. ბავშვის ოთახს ამზადებდნენ. გავიგე რომ ბედნიერები იყვნენ. კარგი ზეინო, ვერაფერს ვიზამთ. რაც მოხდა, მოხდა. ჩემ შეცდომას ვეღარ გამოვასწორებ. ზეინო, მისმინე. არ გაბედო.
და არავის არაფერი უთხრა. განსაკუთრებით მუსას. ეს საიდუმლო უნდა შეინახო. ესრა რა სისულელია, რა თქმა უნდა არ ვეტყვი. ამაზე არ იფიქრო დაიკო. დამშვიდი. გამარჯობა ოზან. გამარჯობა. რამდენი ხანია არ გამოჩენილ ხარ? არც ზარზე მიპასუხე. არ მეცავა. კარგი ასე იყოს. რა ვქნათ, სადმე წავიდეთ? უნდა წავიდე, გამეშვიდების. არ გამოდის. რამდენი ხანი არ გამოდის, მამა იქნებ რამე მოხდა. მე რა ვიცი შვილო, შეიძლება. არა უხერხულია. ამ დროს რომ შევაწუხეთ არა იელჩინ. ჩემო სულო. მაგრამ შრალი ქიმწმენდა როგორც წესი სწრაფად მოქმედებს. ამდენი ხანი სად უნდა იყოს? უფრო მძაბავს. ზმოვრაკენება, მითხარი რომ ლაკა მოიყვანეთ, ხო? არა, აზრი არ აქვს. ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შემეძლო, მაგრამ არ გამოვიდა. ზმავრა გავაკეთე, უკანასკნელი იმედი იყავე. რაც არ უნდა გავაკეთო, არ გამოდის. რა ვქნა შვილო, ასეთი რა გავუკეთეთ? მიდი, ქიმიკოსო, უთხარი, აუხსენი რა გააკეთე. ბარემ ცეცხლი წაგეკიდა მამა. გილოცავი ალჩინ, მართლა, ბრავო. შენ დამღობე, ყველაფერი ჩანი ბრალია მამა. დედა, იქნება ახალი შევგეროთ. რა თქმა უნდა შვილო, თან ისეთი მარტივი საქმეა, აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე? მართლა? სულელი ხარ, რას მეკითხები? გარეთ რატომ დადიხართ? საღამოა და სპორტით ვკარდებით. კაფეც ადრე დაკეტეთ. საქმე გქონდა. არას მალა. არა, არაფერს. შენ გეკითხები? გაჩვმდი. მენექშე, რა ჩაიფიქრე? ყველაფერს ხედავ. ალბათ კაბა დასვარეთ. ფიქრეთ, თან ლაქის ამოსაყვანად იყავით და ვერაფერი შეძელით, არა? ყველა წავობთ. მაიც ვიცი. რა გგონია, ვისატყუათ? შენს წინაშე ზუმრუდ კორპალია. მე ბრენდი ვარ. წადით აქედან ღარიბებო. გოგონია რამით მეტი ხარ ჩემზე? აი ნახა, ხორცელში შენზე უკეთესად რომ ვიქნები, ჩემს კაბას არ დავთმობ. კიდევ კარგი სიტუაცია არ გართულდა. ელდის, ელა დააძინე, კარს მე გავაღებ. კეთილი იყო სოზან. გამარჯობა. ელა როგორ არის? კარგად. ელდიზი აძინებს. თუ გინდა ადი. შენთან სალაპარაკოთ მოვედი. ჩემთან? მოდი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ჯაღლა, ვიფიქრე და მართალი ხარ. ეს სიტუაცია ელას აბნევს. გაიზარდა და ყველაფერს ხვდება, ამიტომ კარგი იქნება თუ არ გავართულებთ. ოზან, მიხარია ასე რომ ფიქრობ. აქ ჩვენი წესრიგი გვაქვს, მხოლოდ შენ გვაკლი ხარ. არა, ეს ფარსი უნდა დავამთავროთ. ისედაც დიდხანს გაგრძელდა. რა? რას ამბობ? ასე რატომ იქცები ოზან? ელაზე არ ფიქრობ? ამ თემაზე ხომ ვილაპარაკეთ? ვილაპარაკეთ და შეცდომა დავუშვით. ასე ელა კიდევ უფრო დავაბნიეთ. უნდა დავშორდეთ ჯაღლა. ხვალ ვილაპარაკოთ.
კარგი რა გაეწყობა. ის დედას არაფერი გამომდის. დავიღობე. ჯონ დაბა. გარზეა. ელიფი მოვიდა. Zavalme davimalebi. შულა სულელი გონია, შუქს დაინახავდა. არა დედა სულელი არ არის. კარგი, ვეღარ დავიმალები, გარს მეგავაღებ. კარგი, მაშინ ჩვენ წავალთ. ხო, წავალთ, მარტო დაგტოვებთ. ამ სიტუაციაში ზედმეტი ხალხი საჭირო არ არის. თქვენ რა მარტო მტოვებთ, თქვენ რანაირი მშობლები ხართ. მოვდივარ. მოვდივარ. საყვარელო კაბა გამოიტანე. შემოდი. კი, გამოვიტანე, რა თქმა უნდა გამოვიტანე. მაგრამ ჯერ მომისმინე. ახლა ხომ ახალი მოდაა. ქორწილში სხვანაირად იწვევენ ხოლმე. ინტერნეტში ვნახე, რომ გოგონები ნებისმიერი სტილის კაბას იწვევენ. ბიჭები კი უფრო სპორტულად. საქორწილო კაბა და კოსტიუმი წინა საუკუნეა. ეს ხომ იცი? ჩემს კაბას რა გაუკეთე? რას მეუბნები? არაფერი. მაჩვენე. აი ისიც. ყველაზე ლამაზი კაბა მსოფლიოში. ძალიან ლამაზია. ვნახოთ. არა, არ გინდა. გეყოფა. ელიფ არ გინდა. მაჩვენე. ნაწილ-ნაწილ ვნახე. გამიშვი. ნახე რა სილამაზეა. ჩემი ლამაზი კაბა. გიждები. ეკო. ეკო ეს რა არის? რა მოხდა? შავი ლაქაა? ეკო, ეს რა არის? სახში რომ მოვდიოდი, ეზოში ბავშვი მომთხოვეს ფეხბურთი გვეთამაშა. ფეხბურთი. რამდენიმე ილეთი ვასწავლე და ამ დროს დამევარდა. ჩემს თვალწინ დავარდა. მინდოდა გადამერჩინე, მაგრამ ვერ მოვასწარე. მაკრატელი მომიტანე. მაკრატელი? მე თვითონ მოვიგო თავს. შენ ხელს ნუ გაისვრე. ეკო, მაკრატელი მომიტანე. კარგი. მე მოვაგვარებ ყველაფერს. მომეცი. აქ დადე, მიდი სწრაფად. ქორწილის დღე. არა ლამაზი ხარ. ნახე. დედიკო. როგორ მოგწონს? ამას შეხედეთ. დედა, თუ ცუდი არაფერი მითხრა. არა შვილო. ძალიან ლამაზი ხარ. ამბობენ ქორწილში შვილი დედას ემსგავსებაო. ნახე რა ლამაზები ვართ. შეგჭამ, ჩემო ულამაზესო. ჩემო ელიფ, გათხოვება ხომ გინდა? ხო და არ გათხოვდე. არ გინდა. არავინ იცის რა გელოდება წინ. ჯერ გვიანი არ არის შვილო, გადაიფიქრე. დედა, ახლა უკვე გვიანია. დღეს თხოვდები. ანუ ქორწილში ტყუპებივით მოდიხართ, არა? ხო, ჩემს როლს იპარავთ. ყველა თქვენზე ილაპარაკებს დედა. რა თქმა უნდა. ყველამ ჩემზე უნდა ილაპარაკოს. როცა ქორწილში თავად ზუმრუდ კორფალია, იმ ქალს ვინ გახედავს? ვინ შეამჩნევს? ყველა ჩემზე ილაპარაკებს. ნახე, რა მოძრაობებია. ნახე, როგორი ხმებია. ეს ადგილი цариელია. პატარა მჭირდება. ჩემი პატარები უნდა მოვირგო. ძალიან გიხდება. ესეც ასე, მზად ვარ. გალბადონო, ეს რა სილამაზეა. დიდი მადლობა. თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით, მაგრამ ბოდიშის მოხდით. აქ თქვენზე სიმპათიური მამაკაციც არის. ვინ? ყველაზე მაგარი. ყველაზე ლამაზი. ყველაზე საყვარელი და ყველაზე ჭკვიანი კაცი მოდის. თქვენს წინაშეა ატლასი.
ნახე რა საყვარელია. Yani bilemiyorum. იცი რა? ბიძი ერთულ მდგომარეობაში ჩავარდება, რადგან ატლასი მიიქცევს ყველას ყურადღებას. Bütün herkesin dikkatini çekecek. ჩემი ლამაზი. ნამდვილი ჯენტლმენი ხარ. მამა, ვარცხნილობას მომიფუჭებ. ნუ ფუჭებ. ბოდიში ბატონო ატლასს კარგი აღარ შეგიხები. წავედი ჩილო. დედიკოს ხელი ჩაკიდე, პირველები უნდა მივიდეთ, არ დავაგვიანოთ. აი ასე. მერე ასე. ახლა ასე. და მზად არის. მარჩა. მინდა რომ ლამაზი ვიყო? მამა, გაჩერდი, ყველაფერს დააფუჭებ. კარგი აღარ გამიზრავი. მზად ვარ. როგორ გამოვიყურები? კიდე მამა შეეხოდა. წავიდეთ. ვეცეკვებთ? რა თქმა უნდა ვიცეკვეთ. მთელი დღე თქვენს ბრძანებებს შევასრულებ, პრინცესა. ვიწყებთ ქორწინების ცერემონიას. როგორც ვიცით, თქვენს შეუღლებას ელს არაფერი უშლის. ახლა კი სტუმრების და მოწმეების თანდასწრებით მინდა გკითხოთ. თქვენ, ელეფ გორფალე, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე საკუთარი ნებით მეყვებით ცოლად ეკრენ ერტენს. არა, არ დათანხმდე. დიახ. და თქვენ, ეკრენ ერტენ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე საკუთარი ნებით მზად ხართ მოიყვანოთ ცოლად ელეფ გორფალე. კი, დიახ. თქვენ მოწმეები ხართ? დიახ. აპლოდისმენტები. ჩემთვის მონაჯებული უფლებამოსილებით ცოლ კამარად გაცხადებთ. Sizleri karı koca ilan ediyorum. რა მოხდა? გული აგიჭოყდა? ტირი. რა გინდა? უბედურების გამტირი. ნახე რა სილამაზეა. ჩემი გოგო და ვის მიყვება ცოლად. რატომ დამეჭოყდეს გული? ჩემი გოგო ამოსაქმოს რომ მიყვება ცოლად. ბედნიერებას გისურვებთ მთელი ცხოვრების მანძილზე. არ შეეხო. ყველა გიყურებთ, სერცხვილია. ეს რა არის? რა საკეთებთ? Ağzı ne demek? როგორც იქნა ყველაფერი დასრულდა, ჯერ ახლა იწყება ძმაო. გეუბნებოდი არ დაშორდებიან მეთქი. ისევ ერთად არიან. შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღეთ ბატონო ჩინარ. ბრავო. რატომ ჩაღლა? არ ხდება. ოზანმა ჩემთან განქორწინება გადაწყვეტა და მე ხელს ვერ ვუშლი ჩინარ. შენს ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან შენც იგივე გელოდება. ელასთან წავალ. Hadi ben şuradan yanayım. Aa, Çınar. ჩინარ, Atlas ატლასი სად არის? ბავშვებთან თამაშობს. კარგი.
თვალი არ გეცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ. Madloba, დიდი მადლობა. Çok teşekkür ederim, çok teşekkür ederim. ზეინო, ეს რასთან ხომ არ გელაპარაკია? ჩინართან როგორი ურთიერთობა აქვს? ნორმალური, რატომ მეკითხები? არა, არაფერი. უბრალოდ მათ საუბარს ვარ მოგარი კომპანიაში. ამბობდნენ თამაშის გაგრძელება გაგვიჭირდებაო და ცოტა უცნაურად მომეჩენა. ოზანს უთხარი? ხო, რა თქმა უნდა, რატომ არ უნდა მეთქვა? ზეინო, რა მოხდა? არა, არაფერი. ცოტა ჩაფიქრებული მეჩვენები და არ ვარ, ყველაფერი კარგადაა. კარგად ვარ ძვირფასო. კარგი. საპირფარეშოში გავა. ჩემო მეუღლეო. მეუღლე, Elifciğim. ელიფ, ძალიან ლამაზი ხარ. გილოცავ. მადლობა. გილოცავთ. დიდი მადლობა. Ben bir ellerimi წავალ ხელებს დავიბან და მოვა. კარგი, მიდი მალე მოდი გელოდები. ელიფ, Tebrik ederim. გილოცავ. Hayırlı olsun. დიდი მადლობა. ვერ გიცანით, სიძის მხრიდან ხართ? Aksine პირიქით, kız tarafı. პატარძლის სტუმარი ვარ. Ozan. ოზან, ეს რა? რა თამაშ თამაშობ შენ და ჩინარი? Ne oyun oynuyorsunuz ya? ისმენ, Bir anlatsana მიდი bana. მითხარება რა ხდება? Ne oyunu? რა თამაში ოზან? Ne diyorsun? ვერ Ben hiçbir ხვდები şey რა ზელაპარაკობ. Evet. ეს რა? Bir cevap ver. პასუხს ველოდები. რას თამაშობთ? Hemen gelmen უნდა gerekiyor. წამოხვიდე. ახლა არ ამოსა. ახლა ძმაო სასწრაფოა. Kusura bakmayın. ben უკაცრავად gerçekten ვერ გიცანით, ჩემი ძმის მეგობარი ხართ? ელიფ, შენ სტუმრებს მიხედე, ამ ბატონს მე მიხედავ. Tamam. კარგი. Memnun oldum. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. Ne yapmaya რა გინდა? çalışıyorsun sen? აქ რას აკეთებ? Ne işin var senin burada? Yalnız თქვენი მანერები არ მომწონს ბატონო ოზან. სტუმრებს ასე ხვდებით? Esra. ეს რა? Bu ne güzel. რა სილამაზეა. Buna bak. ისმინე, Defol git. აქედან დაახვია. მდგომარეობიდან არ გამომიყარა. Yemiyormuşum ya. რატომ უნდა წავიდე? Hiçbir yere არა, gitmiyorum. სადარ წავალ? Kardeşim მე yanına ჩემი geldim. დისკორდში მოვედი.